ვარ მელისა თურმანიძე 6 წლის. ვსწავლობ მე-6 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ხატვა, კითხვა და წერა. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა. მე ვარ ნიჭიერი გოგო და ხატვა ჩემთვის ვსწავლე. YouTube-ში ვუყურავდი და ისე ვსწავლე. ყველაზე კარგად ვხატავ ზღვის სანაპიროს. ზღვა ძალიან მიყვარს და მიხარია, რომ ბათუმში ვცხოვრობ. ცურვაჯერ არ ვიცი და რო გავიზრდები, მამა მასწავლის. ჩემი საყვარელი ფერებია იასამნისფერი და წითელი. ან მიყვარს შავი და თეთრი ფერები. ყველაზე კომფორტულად ვხატავ ფლომასტერებით. ჩემ ნახატებს სულ ჩუქნი დედიკოს და აგროვებს. ჩემს გარდა კიდევ სახლში ხატავს 2 წლის ჩემი ძმა. მასაც აქვს ხატვის ნიჭი და კარგად ხატავს და კარგად გამოსდის. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა და ჩემი ძმა. კიდევ მინდა მყავდეს ერთი და. ჩემი ძმა არის ვაჟკაცი და ცელქი. კუნთები არ აქვს, მაგრამ არაფრის არ ეშინია. ნო არის ძალიან კარგი ბიჭი და ძალიან მიყვარს. მამიკო არის ძლიერი, მზრუნველი და კარგი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ნაზი, მზრუნველი და კეთილი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ბულიონი. ახლა მინდა რომ ვიყო 7 წლის, იმიტომ რომ დიდი ვიქნები და ძალიან ჭკვიანი გამოვა. 6 წლის რო გავხდი, მაშინ დამთავრდა ჩემი ბავშვობა. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ ვსწავლობ და ბევრ რაღაცებს ვისწავლობ და ვკითხულობ და ვწერ. კითხვა და წერა ვისწავლე, როცა ვიყავი 5 წლის. ყველაზე მეტად მომწონს ასობგერა მ. არ მომწონს ი, იმიტომ რომ ძალიან პატარაა. კითხვა იმიტოა საჭირო, რომ ისწავლო და იყო ჭკვიანი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ვარ ჭკვიანი გოგო. სკოლაში მყავს კარგი მასწავლებელი და კარგი კლასელები. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ლილე სვანიძე. ყველაზე მშვიდი არის მარიამ ქუთათელაძე. ყველაზე ბედნიერი გონია ანა ბერდიევა. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე ლამაზი. ვის ვგავარდა პრინცესა მოანას. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია თეონა კაკაბაძე. იმიტომ რომ მთავარი მასწავლებელია თბილია, ტკბილია და ლამაზია. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე მათემატიკის მასწავლებელი. ჩემი სკოლის დირექტორს არ ვიცნობ, მაგრამ მინდა რომ გავიცნო. პირველ ნახვაზე ვეტყვი, რომ მე ვარ ყველაზე კარგი ამ სკოლაში. ჩემი საყვარელი ზღაპარია კონკია. მე მინდა რომ ვიყო კონკია. მე მაქვს დაწერილი 6 ლექსი. ძირითადად წერ დედაზე. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაჩენდი ნამდვილ მანქანას. მე ყველაზე მეტად მიყვარს მანქანა ბუიუკი. 30 წლის რო გავხდები, ვიყიდი წითელ ბუიუკს. ჩემი ოცნების საჩუქარია ჩემი ხელა თოჯინა. სამოგზაუროდ მინდა წავიდე პარიზის დისნეილენდში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? ყველაზე ცნობილი ადამიანია მამაჩემი ხასან თურმანიძე. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ კითხვას. რომელია მისი საყვარელი თამაში? მაგალითად, ჩემი საყვარელი თამაშია თოჯინებით თამაში. ჩემს საყვარელ თოჯინას ჰქვია დიანა. ის არის ძალიან ჭკვიანი და დამჯერი გოგო. ძალიან კარგად სწავლობს, მაგრამ ცოტა მათემატიკა უჭირს. ყვავილებიდან მე ვგავარ იას. იმიტომ რომ ჩემსავით ისიც ლამაზია და ნაზია. ბედნიერება არის დედაზე ჩახუტება და ოჯახთან ერთად თბილად ცხოვრება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.